ჩვენი ქალაქი რო გაგოჭიმა სიგზეში, იცი ახლა რამხელა ქალაქი იქნებოდა? მართალი ხარ კი? ბიჯო. აბა, სასწაულია პირდაპირ. სამაგიეროდ სტუმართ მოყარეობაში ვართ კარგები. სამუშია. ხიარულთა და საზრიანთა კლუბებს შორის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას დედაქალაქმა უმასპინძლა. შესარჩევ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 11 გუნდი მონაწილეობდა. ფოთმა წელს გუნდი ხამსა წარადგინა. შესარჩევ ეტაპზე ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. რაც შეეხება მეოთხედფინალს, იქ 6 გუნდი მონაწილეობდა. ფოთელებმა წარმატებით გამოსვლა შეძლეს და ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზე გავიდნენ. ხამსა ახლა ნახევარფინალისთვის ემზადება. ფოთელებო არ გინდა ჩპოთი, ყველაზე მაგარი ქალაქი გახდება ფოთი. ძალიან კმაყოფილები ვართ, ვინაიდან საქართველოს ჩემპიონატში დებიუტანტი გუნდი გახლდათ ფოთის ნაკრები, ხამსა. ჩვენი თანაქალაქელები სტუდენტები არიან, იქ ადგილზე მოემზადნენ. აყვანილი ყავთ სცენარისტი ნოე ჟორჟოლიანი. და როგორც შესარჩევ ეტაპზე, ასევე მეოთხედფინალში წარმატებით გამოვიდნენ, პირველ ადგილზე გავიდნენ ჯგუფში და წარმატებულად ეს აღნიშნა როგორც ჟიური, ასევე ყველა ორგანიზატორებმა, თვითონ ფედერაციის ხელმძღვანელობამ და მე მინდა მიულოცო ყველა მთელ ქალაქს ეს დიდი წარმატება, ეს თითოეული მასაკანელის, თითოეული იმ ორგანიზატორის, რომელიც ფოთში ამ სასკოლო ლიგას ხელმძღვანელობს და ჩაბმულია ამ საქმეში, ყველას დამსახურება და ყველას ვუხდით დიდ მადლობას. მიუხედავად პატარ-პატარა პრობლემებისა, გუნდი ღირსეულად გამოვიდა საქართველოს ჩემპიონატზე. ფოთელებს გამარჯვების იმედი აქვთ. ისინი აპირებენ, რომ ფინალშიც მოხვდნენ და ფოთი ასახელონ. ქალაქ ფოთი ხამსა